მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი აგრძელებს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში გადაცემით კვირის მოვლენა. გადაცემის წამყვანი გახლავართ მე ზაზა კვიცარიძე. თქვენ გვისმენთ რადიო FM-სა და 105-ზე და ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტის საშუალებით. მისამართზე www.obiektivi.net. ჩვენი სტუდიის ტელეფონია 2-388-105. შეგახსენებთ 2-388-105. გარდა ამისა, დაგვიმეგობრდით Skype-ში, აკრიფეთ ლათინური ასოებით ობიექტივი. ჩვენ დაგიმეგობრებთ და შემოგიყვანთ პირდაპირ ეთერში. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ბატონები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი, აკადემიური საბჭოს წევრი პროფესორი ბატონი თამაზ ბაციკაძე. ასევე თვითმმართველობის პრეზიდენტი ავთანდილ ადეიშვილი. და წევრი თვითმმართველობის ვიტალი ივანიშვილი. ასევე ჩვენ სტუმრები არიან დღევანდელი ესე იგი დამოუკიდებელი სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე, წევრები ნიკა მემანიშვილი, ირაკლი ყიფიანი და ლევან თოდაძე. რაც შეეხება გადაცემის თემას, დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის აქცია შემდეგი მოთხოვნებით. რექტორის ბატონი, ესე იგი აკადემიკოსი ბატონ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომა და თვითმმართველობის რიგარეში არჩევნების ჩატარება. ეხლა ეს ტარდება ხვალ, რამდენადაც მე ვიცი, ბატონო ალექსანდრე, ხვალ აპირებთ არცის ჩატარებას, სად კონკრეტულად ტერიტორიულად? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელ და მაყურებელ საზოგადოებას. ხვალ ტექნიკური უნივერსიტეტის წინ პირველ საათზე გაიმართება აქცია, შემდეგი მოთხოვნით ეს არის რომ ჩატარდეს თვით. მაგის თავაზე კიდევ შეგეკითხებით ერთი წუთით. ესე იგი, მე რა მაინტერესებს ბატონო ალექსანდრე, პირველი რა თქმა უნდა თქვენ მოგცეთ სიტყვა ამ შემთხვევაში. აი თქვენ აპირებთ წამოვაყენოთ აი ეს ორი პუნქტი, მე ვიცი, როგორც აქ თქვენ წინასწარ მითხარით, რექტორის გადადგომა არჩილ ფრანგიშვილის და რიგარეში არჩევნების ჩატარება. აი რა უფრო პრიორიტეტულია ამ შემთხვევაში? მე რა მაინტერესებს? თქვენი მიზანი რა არის? რომ რიგარეში არჩევნები ჩატარდეს თუ ბატონი არჩილ ფრანგიშვილი გადადგეს? იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, ხო? ამ ორ საქმეს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. საკმაოდ ჩახედულო სტუდენტურ მოძრაობაში და რამდენადაც ვიცი, ამ საკითხს ერთმანეთთან აი ესეთი შეხება, ურთიერთშეხება არ აქვს. აი გავიმართეთ თქვენი მოთხოვნის ზუსტი მისამართი. რა თქმა უნდა ლოგიკური შეკითხვაა. მე გაგცემთ პასუხს დავიწყოთ, რომ ჩვენი პირადი მოტივი არ არის რომ არჩილ ფრანგიშვილი გადადგეს შესაბამისი თანამდებობიდან. ჩვენი პირადი მიზანი არის რომ მართლა დემოკრატიული პროცესები დაეწყო ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს, როგორც ნებისმიერ სხვა უმაღლეს სასწავლებლებს. ამიტომ ჩვენი გასაკეთებელი ამ შემთხვევაში სტუდენტების არის ის, რომ დემოკრატიულ გარემოში მოგვეცეს მართლაც და თავისუფალი არჩევანის საშუალება და არა თუ ისე როგორც ადრე იყო და ნაციონალური მოძრაობისგან კონტროლდებოდა ხოლმე ყველაფერი და ჩვენ სტუდენტებს რეალურად თავისუფალ და კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტებს არ ქონდა იმის საშუალება რომ თუნდაც რაიმე ჩვენი აზრი დაგვიფიქსირებინა და თუნდაც ამ პროცესებში მიიღო მონაწილეობა და თუ ისინი ყველანაირად აბსოლუტურად ყველანაირად ჩვენ ვიყავით შებორკილი და არ ქონდა იმის საშუალება რომ მართლა ჯანსაღ გარემოში მიიღო მონაწილეობა. აქედან გამომდინარე დღესდღეობით მოგიხსენებათ რომ სხვა რეალობაა და ჩვენ მიგვაჩნია რომ დღესდღეობით თვითმმართველობამ უნდა გამოიჩინოს, აიღოს ინიციატივა, რადგანაც ესენიც ახალგაზრდებით, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლებები და სტუდენტები გახლავთ და უნდა ფეხი აუწყოთ ამ პროცესებს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ რექტორი, რომელსაც რექტორსაც აქვს იმის პრეროგატივა, რომ რექტორმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ დემოკრატიულ პროცესებში მართალია ის სამწუხაროდ რეჟიმის მსხვერპლი იყო და იმ რეჟიმში მოგიხსენებათ თუ რამძიმე ვითარება იყო და ნებისმიერ რექტორს კი არა, ნებისმიერ თანამდებობის პირს და ჩინოვნიკს თუ როგორ უთულეს მდგომარეობაში უწევდა მას საქმიანობა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, რექტორმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი, დაიწყება თუ არა დემოკრატიული პროცესები და ან თუ არ დაიწყება. ჩვენ მოდის დამთათუშება, ჩვენ აუცილებელია, ჩვენი პრიორიტეტი ის არის, რომ დაინიშნოს ვადამდელი თვითმმართველობის არჩევანი და ამ შემთხვევაში ბატონი რექტორი სამწუხაროდ გვეწინააღმდეგება და ეს არის, რომ ჩვენ არ გვინდა რომ გვეწინააღმდეგებოდეს მართალია დიდ პატივცემს ვაფასებთ, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი ამ პროცესში, დემოკრატიულ პროცესში შეგვეწინააღმდეგება, აბსოლუტურად ჩვენ კვალიფიცირებულად დავაყენებთ მის პასუხისმგებლობას. გასაგებია, თქვენი პოზიცია გასაგებია. თქვენ იცით თუ არა რომ ბატონი არჩილ ფრანგიშვილი არის ერთადერთი აკადემიკოსი საქართველოს დღეს თბილისში არსებული უნივერსიტეტის რექტორებს შორის. ეს მოგეხსენებათ. დიახ, რა თქმა უნდა. ეხლა მომისმენთ და ეხლა პირდაპირ ეთერში ზარია, მივიღოთ ეს ზარი და მე გავაგზავნოთ საუბარი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ.
გამარჯობათ. მოგესალმებით. აი მაინტერესებს ამ ახალგაზრდების აზრი. რას ლაპარაკობენ? ესეთი საუკეთესო რექტორია, არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი წარმომავლობის. იციან მისი ბიოგრაფია საერთოდ საიდან მოდის, ქალბატონო, მე ბრწყინვალეთ ვიცი მისი ბიოგრაფია, თქვენი კითხვა გასაგებია. საშუალება ამ არაჩვეულებრივ პიროვნებას, რომ იამაყო რომ ასეთი რექტორი ყავს, არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს ასეთი რექტორი არ ყავს. გადახედოთ ილიას უნივერსიტეტს რა რექტორი ყავს, გადახედოთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს რა რექტორი ყავს. ქალბატონო, გვესმის თქვენი გულის წუხილი გვესმის ძალიან კარგად. თქვენი რექტორი. კი ბატონო. არაჩვეულებრივი პიროვნება, უბრალოდ აშფოთებული ვარ, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ მასთან ყველანაირი ნორმალური ურთიერთობა გამონახოთ და იამაყეთ ნამდვილად გეუბნებით. გეთანხმებით ქალბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. სტუდენტებმა აღნიშნოს რომ არის არაჩვეულებრივი პიროვნება, მაგრამ არის რატოაც მათი აზრით წინა რეჟიმის მსხვერპლი. აი ამაზე ყველაზე კვალიფიცირებულ პასუხს დღეს გაგცემს ბატონი თამას ბაციკაძე. მან ყველაზე უკეთ იცის თვითონ თქვენ ბრძანდებით საბჭოს წევრი, აკადემიური საბჭოს წევრი, თქვენზე უკეთ ეგ არავინ არ იცის. თქვენ ესწრებოდეთ ყველაფერს. ამ სიტუაციაში რა ხდებოდა როგორ? რაზე ვისაუბრო რექტორის პიროვნებაზე, რომელიც თქვენი აზრით და უმრავლესობის ხალხის აზრით არ უნდა იყოს გადარჩეული არანაირი ამ მიზეზის გამო. თუ რა თქმა უნდა ის არ უშლის ხელს სტუდენტურ ცხოვრებას. რა ვიცი. რექტორის პიროვნებასთან დაკავშირებით მე მგონი ჩემ წინ გამოსვლებმაც ისაუბრა რომ აქ მის პიროვნებასთან პრობლემა არ არის მართლაც რექტორი არჩეული აკადემიური საბჭოს მიერ და მე ვეთანხმები შემოსულს ეთერში შემოსულს გეტყვით ახლა ეს როგორ იყო მას შემდეგ რაც ტექნიკური უნივერსიტეტი ისე როგორც სხვა უმაღლესი სასწავლებელი გახდა კერძო სამართლის იურიდიული პირი კანონი არ ითხოვდა ახალი არჩევნების ჩატარებას. ეს ჩვენ ნებასურვილზე იყო, უბრალოდ რექტორის ნებასურვილზე იყო დამოკიდებული და მან მოითხოვა კატეგორიულად, რომ ხელახლა ჩატარებული იყო არჩევნები, რადგან უნივერსიტეტმა სტატუსი შეიცვალა და აქედან გამომდინარე ხელმძღვანელი ორგანოები ხელახლა იქნა არჩეული, მათ შორის რექტორი. და რექტორს როგორც გითხარით, ირჩევს აკადემიური საბჭო. აკადემიური საბჭო შედგება ფაკულტეტის წარმომადგენლებისაგან. თითოეული ფაკულტეტიდან 2 წარმომადგენელია, ანუ სულ 16 და ამგვარად იქნა ხელმეორედ არჩეული რექტორი. რაც შეეხება თვითმმართველობის ვადამდელ არჩევნებს, ხო თქვენ ეს საკითხი დააღენეთ. მე მგონი თქვენ იცნობთ ალბათ წესდებას, ხო? თვითმმართველობის წესდებას. იცნობთ წესდების მიხედვით როგორც არის ეს გათვალისწინებული რიგარეში არჩევნები მე არ ვიცნობ ამ წესდებას ხო რა თქმა უნდა ხო მე ვიცი რომ წესდებაში გათვალისწინებულია ყველა საკითხი როგორ დგას ბატონი არჩილ ფრანგიშვილის გადარჩევის ესე იგი გადადგომის საკითხი დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში სტუდენტების ნათქვამით თუ იგი ჩაერევა ახალი არჩევნების ამ ვერ ჩაერევა წესდება არაძლევს ამის არც მას არც აკადემიურ საბჭოს და არც წარმომადგენლებს ვიღოთ პირდაპირ ეთერში ზარი და ამაზე გავაგზავნოთ საუბარი გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ანიშნებენ რომ ზარი გაითიშა. ესე იგი, მაშინ ჩვენ გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. აი ბატონი ავთანდილ ადეიშვილი. ბატონო, თქვენ ხართ პრეზიდენტი ამ სამისი რა ქვია სტუდენტთა თვითმმართველობის. არჩეული პრეზიდენტი ხართ. ხო. ეს იყო რამდენი ხნის უკან? ეს პირველ რიგში მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა და გადაგიხადოთ რომ მომეცა საშუალება გადაცემაში მივიღო მონაწილეობა. აი ეს იყო 2012 წლის 5 აპრილს გამართული არჩევნები. სულ ერთი წელიწადიც არ არის ჯერ გასული. რამოდენ დაახლოებით 7 თვია. რა გიშლით ხელს რომ თავიდან ჩატარდეს არჩევნები? სანამუშაოდ თქვენ შეკითხვას რა თქმა უნდა. სანამუშაოდ თქვენ შეკითხვას უპასუხებდა რამოდენიმე წუთის უკან საუბრობდა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბატონი კობაიძე, რომელმაც აბსოლუტურად სხვადასხვა მოთხოვნები დააყენა, ეს იყო რექტორის გადადგომა და თვითმმართველობის არჩევნები. ამ ბატონი კობაიძის განცხადების, ასე ვთქვათ, განცხადების შემდეგ მე მრჩება ესეთი შტაბ-ჭრილება, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას, აღნიშნულ საინიციატივო ჯგუფს წარმოდგენაც კი არ აქვს წაკითხულიც კი არ აქვს საქართველოს კანონი უმაღლეს განათლების შესახებ და სტუდენტური თვითმმართველობის დებულება, რომელშიც ცალსახად წერია, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს არ შეწევს ძალა იმისა, რომ დანიშნოს თვითმმართველობის არჩევნები, მას ეს არ შეუძლია და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს ნიშნავს სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობა.
ამიტომ ძალიან გთხოვთ ჩამოყალიბდეთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოითხოვოთ თქვენი წამოაყენოთ უბრალოდ თქვენი მოთხოვნები რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 2012 წლის როგორც აღნიშნა 5 აპრილს კანონმდებლობის შემდეგი არჩევნები უწევს 2 წლის შემდეგ 2014 წლის აპრილის თვეში რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებზე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიძლება ბატონმა კობაიძემ ისიც თქვას რომ არ იყო გავრცელებული მე პირადად შეგხვდით თქვენ გითხარით არჩევნებთან დაკავშირებით გესაუბრეთ მოგიწოდეთ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ჩვენ შემოგთავაზეთ ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაში ასევე საარჩევნო დებულების განხილვაში მონაწილეობა მიიღოთ მაგრამ თქვენ ამ არჩევნებს გამოუცხადეთ ბოიკოტი და არა თუ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა არამედ დამკვირვებლებიც კი არ ყოლიათ არჩევნებზე და ამიტომ ის განცხადება რომ ეს არჩევნები იყო არადემოკრატიული და კანონდარღვევით მიმდინარეობდა ამის საფუძველი არ გაგაჩნიათ და ეს თქვენ თვითონაც იცით და მე მინდა ერთმანეთისგან გამიჯნოთ რა უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას რო ითხოვთ ეს ეხება უშუალოდ აკადემიურ აქ საქმე რაშია იცით ესენი ეს ხალხი ამ წუთში არ ითხოვს რექტორის გადადგომას ეგ ითხოვენ თქვენი თვითმმართველობის ხელახალ ჩატარებას ამ შემთხვევაში თუ არ ჩატარდა ეს თავიდან ისინი თვლიან რომ რექტორის ბრალია ეს და ეს უნდა დამტკიცდეს რომ ეს არ არის რექტორის ბრალი პირველ რიგში ბატონ ზურაბ თქვენ ზაზა პირდაპირ ეთერში მივიღოთ ზარი და მე განვაგდოთ საუბარი გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა მოგესალმებით მივესალმებით თქვენ სტუმრებს რექტორთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო განცხადება ანუ ვიცით რომ ბატონი არჩილი არის უდესი ადამიანი მისი მამა ბატონი ივერი იყო ძალიან მყინვარი ადამიანი და ძალიან ცნობილი ადამიანი მაგრამ აქ არის ესეთი საკითხი 4 წელია უკვე დაახლოებით ბატონი არჩილი არის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ამ 4 წლის განმავლობაში რა გაკეთდა უნივერსიტეტის წინსვლის მხრივ დავიწყოთ იგივე ინფრასტრუქტურიდან დავიწყოთ საერთაშორისო არენაზე თუ გავიდე ჩვენი უნივერსიტეტი თუ იყო აქტიურად ჩართული საერთაშორისო უნივერსიტეტების შეხვედრაში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ სტუდენტებს გვაინტერესებს ერთად სწავლის პროცესი, როგორ გაუმჯობესდა. არანაირი წინსვლა არ იგრძნობა და ეს არის ჩვენი ძირითადი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ დაგუკმაყოფილდეს ეს და ყველაფერი ობიექტურად დემოკრატიული ფარგლების დემოკრატიულ ფარგლებში ჩატარდეს ყველაფერი იგივე თვითმმართველობის არჩევნები და ასე შემდეგ. ჩვენ ვთქვით მაქსიმალურად ობიექტური იყოს შემდეგი შესაბამისი შემდეგი ნაბიჯები. ძალიან სასწაული იყო თქვენი აზრის მოსმენა. ბატონო ნიკოლოზ, თქვენ რას გვეტყვით ამ თემაზე? პირველ რიგში მინდა მივესალმოთ თქვენს ტელემაყურებელს. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია უკვე ძალიან დიდი ხანია აყენებს იმ პრობლემებს, რომელიც ესემწავე დგას ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის არის ანუ პრიორიტეტების არასწორი დასახვა, მათ შორის არის განვითარების გეგმის არარსებობა, მათ შორის არის სრულიად მოშლილი ინფრასტრუქტურა. ჩვენ ყველა ეს პრობლემები არაერთხელ გავაცანით რექტორს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რექტორმა არ მიიღო შესაბამისი ღონისძიებები, არ იმოქმედა შესაბამისად, რაც შეეხება ბატონი ავთოს განცხადებას, რომ რატომ არ მიიღე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ძალიან მარტივია ბატონო ავთო, არ იყო შესაბამისი გარემოება არჩევნებისათვის. ერთი წუთით დააწყნდით, არ იყო შესაბამისი გარემო არჩევნებისათვის. იმ ვითარებაში, როდესაც იტაცებენ რექტორის კაბინეტიდან სტუდენტებს, იმ ვითარებაში, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ცემენ სტუდენტებს და ამ ყველაფერში მონაწილეობს თვითმმართველობა, ამ ყველაფერში მონაწილეობს კუდის და სოდის თანამშრომლები, რომელიც ესემრავლად იყვნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს 30 კაციანი სია და ამ ყველაფერს ჩვენ ხვალ ვაჩვენებთ საზოგადოებას ესეთ გარემოში როგორ შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში თქვენ გაიმარჯვეთ არჩევნებში სადაც ერთადერთი კანდიდატი თქვენ ბრძანდებოდით თქვენ გაიმარჯვეთ არჩევნებში სადაც ლექტორებს ვაილექტორებს ესე მოქონდათ ყუთები და ბიულეტინები ცალ-ცალკე სადაც მხოლოდ თქვენი პარტია იყო შემოხაზული, ჩვენ ესეთ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებდით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და ჩვენ მივიჩნევთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს რიგარეშე თვითმმართველობის არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიმოქმედებთ შესაბამისად. რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით. ხო, გასაგებია ეს ყველაფერი. თქვენ ამბობთ, რომ სასულიერად საწინააღმდეგო აზრი გაქვს. თქვენ გამოხატავთ, რომ ეს არ ჩატარდა ეს ყველაფერი კანონიერად, მაგრამ თქვენ არ ყავდათ დამკვირვებლები. არ გაქვთ ამის ინფორმაცია. ეს ყველაფერი ითქვა.
აი ბატონ ვიტალის მინდა ვკითხო, თქვენი მოსაზრება ამ თემაზე. მოგესალმებით. პირველ რიგში, რა ვიცი, მე ვარ წარმომადგენელი თვითმმართველობიდან და აი სრულიად როგორ თქვა სამართლიანად ჩატარდა ეს არჩევნები. არ იყო იქ არანაირ ზეწოლა რაღაც თქვენ ოპონენტები ყავდათ საერთოდ? თქვენ როგორ იცით? ყავდათ ოპონენტები? კი. თქვენ არ იცოდით? კი. იცოდით? აბა რა გახდეთ? არა, სასაცილო ადამიანმა როდესაც ესეთი გამოკიდებული ერთმანეთთან ძალიან მწყოც სტუდენტები მაყურებელმა გადაწყვეტა თქვენ ცხოვრება ერთად უნდა გაატაროთ. რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ერთად უნდა ააშენოთ, თქვენ უბრალოდ სხვადასხვა შეხედულება და სხვა არაფერი. აქ თქვენ შორის დიდი პრობლემა არ არის. პრობლემა არის ძალიან მცირე, უბრალოდ უნდა შეთანხმდეთ ერთ რამეზე. იქნებ ჩაატაროთ ეს არჩევნები თავიდან, ან დაელოდოთ არჩევნების თავის დროზე ჩატარებას. ამის გადაწყვეტა თქვენ თუ დაждდებით ერთ მაგიდასთან არ არის ძნელი. ეხლა პირდაპირ ზარია ეთერში. მივიღოთ და მე გავაგზავნოთ საუბარი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონო და გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. თქვენ სტუმრებს მოგესალმებით. მოგესალმებით. ესე იგი, რა მაინტერესებს კითხვა მაქვს რა, არსებული ადგილობრივი ისა გამგეობის წევრები ვინც არიან. ესე იგი, მათ მიიღეს თუ არა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, აი ციხის ამბავი რომ გამჟღავნდა, იმის შემდეგ რომ აგორდა აქციები, ამ აქციებში მიიღეს თუ არა მონაწილეობა, ეს მაინტერესებს რა. კი ბატონო, თქოს გაიცით პასუხი? ძალიან კარგი კითხვა იყო. ალბათ თქვენც ხედავდით, რომ იმ დღეების განმავლობაში რა კადრებით ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ შეშფოთებული იყო და აღშფოთებული იყო ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის გმობდით და მომავალშიც დაგმობთ მსგავს ქმედებებს და ჩვენი წევრების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც კი თბილისში იყო და რაიონებშიც შეუერთდა ამ საპროტესტო აქციებს და ჩვენ ვიმყოფებოდით ციხეებთანაც, უნივერსიტეტთანაც და ყველა იმ აქციასთან, რომელიც ჩატარდა იმ პერიოდში. ფაქტურად თქვენ გმობთ სააკაშვილის რეჟიმის ამ მოქმედებას. ჩვენ გმობთ ძალადობას, რომელიც განხორციელდა პატიმრობით. რომელი მთავრობის დროსაც არ და ნებისმიერ მთავრობის დროს, რომელიც მთავრობის და აღიარეთ, რომ იყო ეს ძალადობა ამ რეჟიმის დროს. ჩვენ რაც ვიხილებთ, გმობთ იმ ძალადობას და დანარჩენს უკვე სასამართლო დაამტკიცებს, ვინ როგორ ანაირად და ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ აღნიშნული ფაქტის დაგმობას, ანუ იმ ძალადობას. ეხლავე გადმოგცემ თქვენ სიტყვას ბატონო. შეიძლება მე რა თქმა უნდა ბატონო, რა თქმა უნდა მომავალშიც გავაბრუნდეთ. ერთი წუთი ბატონთან მას მოусმინოთ. მაყურებელს გამოვეხმაურო. იმასთან დაკავშირებით, რომ რა წინსვლა იგრძნობა ამ 4 წელიწადში. მე არ ვიცი ეს მაყურებელი ჩვენი სტუდენტი არის თუ არა. თუ არის ჩვენი სტუდენტი, არ ვიცი აქ ყოფმა ყველა მიცის რა გაკეთდა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში. ფიზიკის დეპარტამენტი შეიქმნა. შესანიშნავი. 21 საუკუნის აღჭურვილობით აღიჭურვა ლაბორატორია ფიზიკის. საშენი მასალების ლაბორატორია გაკეთდა, უახლესი. მასალა გამძლეობის და დრეკადობის თეორიის ლაბორატორია გაკეთდა. ენერგეტიკის ფაკულტეტზე თქვენ ამყოფი ხართ და იცით. შესანიშნავი ლაბორატორია გაკეთდა. ეს ყველაფერი გაკეთდა უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში. რაც შეეხება კიდევ მინდა იმ გატაცების თემას ერთი შევეხო. გატაცება ახლა როგორ შეიძლება არ დაგმო ამგვარი რამ, რასაც ადამიანის გატაცება ქვია, მით უმეტეს სტუდენტის გატაცება, ხო? იყო ეს შემთხვევა კი? აი, რექტორის კაბინეტიდან მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რექტორის კაბინეტიდან გადაცემა არ მომხდარა. მაგრამ ფაქტია. და მე როგორც ვიცი, ამის შესახებ პროკურატურაში აქვს შეტანილი განცხადება და ალბათ უნდა დაველოდოთ პროკურატურის გადაწყვეტილებას და ეს თემა აქ მოვხსნათ მე მგონი. ერთი წუთი პირდაპირ ეთერში ზარია, მივიღოთ პირდაპირ ეთერში ზარი და ვისაუბროთ შემდეგში. გისმენთ, გამარჯობათ. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და დიდხანს არ ვილაპარაკეთ ერთი სიტყვი სეხან ადამ ბატონმაც კარგად ილაპარაკა რომ გპ-ში ძალიან ბევრი კაი რაღაცა გაქვს და პირველ რიგში ყველაზე დიდად ყურადღება უნდა მივაქციოთ ფიზიკის იმას კათედრას კომპიუტერულ საინსს უნდა მივაქციოთ ყურადღება და მეორე სტუდენტური თვითმმართველობაში არც მე არა ვარ მაგრამ სტუდენტი ვარ გპ-ის ტექნიკური უნივერსიტეტის და ძალიან მოწონს ეს ადამიანები თქვენი სახელი გვარ თუ შეიძლება რა ბატონო თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება აუცილებელი არ არის თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ გითხრათ ბატონო თქვენი სახელი და გვარიო გთხოვდეს და თუ გინდათ თქვით თუ არა და შეგიძლიათ არ თქვა არა რო დაასტუროთ თქვენ თვითმმართველობის წევრი არ გაქვთ თუ ხო შეიძლება თუ ბრძანოთ მე არა ვარ თვითმმართველობის თუ შეიძლება თქვენი სახელი არ არის აუცილებელი ადამიანმა თავის სახელი და გვარი დაასახელოს არავინ არ თქვა თქვენ არავინ არ თქვით არა როგორც გნება ხო
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და ძალიან სასიამოვნოა. ორივე მხარეს მოგიწოდეთ რომ დაჟექით, დაილაპარაკეთ, ის არჩევნები ჩავატაროთ. გამიტაცეს, მომიტაცეს, რექტორი ესეთია და აღარ არის საჭირო ყველაფერი. ვაფშე ძალიან კარგი უნივერსიტეტია, კარგად მივაქციოთ ამ უნივერსიტეტს ყურადღება. იგივე თვითმმართველობას და მეორე რაც არის, არ ვიცი ზუსტად რა ორგანიზაცია არის, მაგამაც მიაქციოს კარგად ყურადღება და უფრო კარგად გავავარდნეთ მადლობა. დიდი მადლობა. ისო დავსგეთ აქ. კონსტრუქციული საუბარია თქვენი მხრიდან. ეხლა რო ყვირის მახელას ხო ადამიანი რომ მომიტაცესო ხო სხვა უნივერსიტეტის ხალხი რო შეხედავს, ამდენი ხალხი რო შეხედავს, რომ გატაცება, მოტაცება ეს თვითონ უნივერსიტეტის სახელსაც უფუჭებს და თვითონ ეგ ადამიანი სწავლობს მაგ უნივერსიტეტში, მე სწავლობ მაგ უნივერსიტეტში და მე ამ სიამოვნებს რომ ვიღაცამ თქვა, ჩემ უნივერსიტეტში ეს რაღაცა. ერთი წუთით. დიდი მადლობა ბატონო ჩემო, ძალიან გაგვიძელდა საუბარი. მე ახლა ბატონ ირაკლისთან მინდა გადავიდე შეკითხვით, მაგრამ მანამდე მინდა ვაჩვენო ვიდეო კადრი, რომელიც ასახავს მე რამდენადაც ვიცი, სტუდენტებმა მომაწოდეს, თქვენ აკრავდით რა ქვიან ამ საინფორმაციო ფურცლებს, ხო რა, თქვენ ესე იძახით. აი მოდით ეს კადრები ვნახოთ რა ხდება და შემდეგ გავარჩიოთ ეს პატარა საკითხიც გარკვეულწილად. გთხოვთ ჩართოთ ვიდეო. შედავ. ხოდა შენ მიიწა რომ შენ რატომ მეუბნები კომენდანტი ვარ ვიცი რომ კომენდანტი ხარ მე რა მე ნიას სტენდებზე ვიღა ახლა გამოყოლი ეხა გაგაცნობა რა გამამა დაჯექი რა დაჯექი რა შენ მეყოლი ხარ დაჯექი მართლა შენ გადასაწყვეტი არ არის ზურა რომ შენ მოვალებს ნუმის დაჯექი ტოს მოუწევ და შენი მშობლები გიხდიან და იმუშაო და ჩვენს უფლებებში ვერები ვის უფლებებში ჩვენს უფლებებში შენ ლახავ ჩვენს უფლებებში შენ შეგიძლია პლაკატები გამოაკრა სტენდებზე სტენდებზე რომ შეგვიძლია და ყველგან არის გამოყრული პლაკატები მაგრამ შენ მომისმინე ყველგან რომ გამოყრულია ხო შენ არ უნდა მისცი იმის მიდიდება რომ აი ხლა დღეს უნდა ჩამოხიოს ყველა ეს არის პირდაპირ გაკრობის წუთიდან ნუ გაკრობის წუთიდან არ გინდა სტუდენტებზე გაკრობის დაუწიე ხარ დაუწიე ეს ადე მიყვილი ხარ შენ სადგომი შენ სადგომი ხარ შენ ჩვენი დაქირავებული ხარ გავა ბიჭო ჩვენგან ვისი დაქირავებული შენ ხო არავისი გეშელები ჩვენი შობელი გიყის თუ ვის ენი შობელი მიყის თუ არავისი შეგეშალო ბიჭო რა შემეშალო დედა ჩემი მიბოლები ხარ ბიჭო რატოვე აკაურობა კაცო შენ მე გეუბნები მომიყვე აკე დაჟე შენ თვითონ გადა ვისი დასავალებელი ვარ ბიჭო შენ ხო არავისი გეშელები ვისი დასავალებელი ბიჭო შენ ხარ ჩინოვი დავშეხოში მე რა გო უყურებია შენ მოხდი შენდრია შენ რატო ლექსო დაჯექი შენ ბიჭო შენ რაფერი შეგეშალო ვინდა დამიქიოს ვინდა დამავალოს შენ მომის მორავში გეშვის თო შენ მომის რუხიალე შენ მოდის აქ რასია შენ მოდის აგა მოდის შენ გაცხადება და წახვალ იმიტომ შენ ძალიან იმიტომ შენ კონკრეტულად გადააბჭოს იო კაი ჩვენ ახლა ვიხილეთ კადრები. მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს ეს კადრები, რაღაც აი ესეთი ცოტა უცნაურ გარჩევას მაგონებს და ამ კითხვით მინდა მემართო ბატონ ირაკლის. ბატონ ირაკლი, რას გეტყვით ამ კაცს? თქვენ მონაწილე ხართ მე რამოდენიც ვიცი, თუ იღებდით. თქვენ არ ახართ მონაწილე ამისი, მაგრამ იცით ამის შესახებ ყველაფერი. გთხოვთ და მე გადავალთ ბატონებთან იგივე შეკითხვით. გისმენთ. პირველ რიგში მივესალმები მსმენელებს და მაყურებლებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნუ რა შეეხება ამ კადრებს, ნუ რა შეიძლება ითქვას, მეც თქვენსავით ვერ ხვდები, ვერ ვაკეთებ შეფასებას ნორმალურს, იმიტომ რომ ეს ვიდეო და ეს სიტუაცია მაგონებს, აი ღამის 4 საათზე ხმაური რო გაღვიძებს ადამიანს სახლში და გადაიხედაო ფანჯრით და დაინახავ მოძველ ბიჭო ელემენტების ქუჩური გარჩევა, როცა მიმდინარეობს, იგივენაირი დიალექტიკით, იგივენაირი ხმაურით მიდიოდა ამ მოცემულ კადრებშიც ყველაფერი და ახლა მე პირადად ძალიან დიდი პატივისცემა მინდა დაუფიქსირო სამეცნიერო საბჭოს, რომლის წარმომადგენელიც აქ ბრძანდება და უბრალოდ მაინტერესებს
ღრმად პატივცემული ადამიანი რას ფიქრობს აი ამ ფაქტთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობს, ანუ უნდა მუშაობდეს ეს ადამიანი ისევ უნივერსიტეტში, მსგავსი კრიმინალური ალბათ არ ვიცი ამ ადამიანის წარსულს მე არ ვიცნობ, მაგრამ დამერწმუნდეთ ეხლა სუფთა წარსულის მქონე ადამიანი ესე არ დადგება უნივერსიტეტში, არ დაიწყებს ესე საუბარს სტუდენტებთან რა. ისა ირაკლი მომისმინეთ თქვენ კითხვას ვსვავ და თქვენ ვესწრებთ პასუხს. მოდი მაშინ ვუწევთ პასუხი. პასუხი გაცეთ ბატონო თამარ თქვენ კითხვა ბატონო რეალურად რო შევხედოთ, ხო ნუ რა შეფასება? ეს შეფასება რომ უბრალოდ ქუჩური გარჩევა. ეს არის თქვენი შეფასება. ქუჩური გარჩევა. ორივე მხრიდან? არა, ორივე მხრიდან რატომ ახლა ადამიანი მივიდა ეკითხება, რატომ ჩამოხია პლაკატები და ნუ ღიზიანდება აქეთან მხარე ავლენს აგრესიას ძალიან დიდ სხვათა შორის. ნუ შემდეგ უკვე გადადის ირიბ შეურაცხყოფებზეც რაც. ძალიან კარგი, მივიღოთ პირდაპირ ეთერში ზარი სატელეფონო და შემდეგ განავზოთ საუბარი. გისმენთ ბატონო თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონო. პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ბატონი არჩილ ფრანგიშვილის მიმართ რექტორი, რომელიც ყოველთვის დგას სტუდენტების გვერდით. და ასევე მინდა დავაფიქსირო აზრი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც 5 აპრილს მივიდა არჩევნებზე. არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად და აირჩიეს ღირსეული თვითმმართველობის წევრები. ვერ გავიგე ბატონ ლექსოსთან მოგვი შეკითხვა, ვერ გავიგე. ვისთან გაქვს შეკითხვა გავიგონი? ლექსოს. ხანძრული აქციით რა სიტყვით? მე მგონი თქვენც არ ახართ ჩამოყალიბებულები და სტუდენტებს თუ შეიძლება ნუ მოუწოდებთ რომ გაიყონ და გთხოვთ შენ ხარ 1 ან 100 და ჩვენ ვართ 17000. ნუ ილაპარაკებთ ჩვენი სახელით. დავიცვათ იმ ადამიანების უფლებები, ვინმეც დააფიქსირა თავისი აზრი ამ არჩევნებზე. მადლობთ ხალხოს. მადლობა. დიდი მადლობა გამიგე. პირველად მივცეთ ბატონ თამას გავცეთ პასუხი თქვენ შეკითხვაზე და შემდეგ ვისაუბრებთ. მე ეს კადრები ახლა ვნახე, ხო? თქვენთან ერთად პირველად. ახალგაზრდებს ნანახიც აქვს და გადაღებული, ხო? აქ ორი ახალგაზრდა საკმაოდ თქვა აგრესიულად საუბრობს, ხო? სად არის გადაღებული, ვინ არიან, ამის შესახებ უნდა ინფორმაცია უნდა მივიღოთ. ერთი წუთი თანამშრომელი ერთი მე გახლავთ. აჰა, გასაგები. თქვენი კომენტარი დააყენებდით საკითხს როგორც აკადემიურ საბჭოს აი ესეთი ადამიანი უნდა მუშაობდეს თუ არა? აი მე თქვენი სტუდენტი გეკითხები. იცით რა? აქ მე მგონი ორივე მხრიდან არის აგრესია და მიზეზი რა არის ეს ვთქვით რატომ მოხდა ეს დაპირისპირება? კონსტატირება მოვახდინოთ. ამ ადამიანმა აღიარა რომ მე ჩამოხიე ესა ჩვენი საინფორმაციო საიდან ჩამოხია? სად იყო გაგრული? დაფებზე, სტენდებზე, ყველგან აბსოლუტურად. აი იქ სადაც საინფორმაციო სტენდია, იქ არ უნდა იყოს ეს გაგრული. იმიტომ რომ ეს არის საინფორმაციო პლაკატი, რაც თქვენ ნახეთ. ეს არის შეურაცხყოფელი მთელი ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პლაკატი. სადაც წერია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს მართავენ კრიმინალები, ანუ აკადემიური საბჭო, წარმომადგენლების საბჭო ყოფილა კრიმინალები. ეს არა, ჯერ ესეთიც ეს ჩვენი შეხედულება და ეს ჩვენი უფლება. ჩვენ თუ ჩავთვლით ეს საჭირო, ესე ვთქვი და არგუმენტები გვაქვს. ამ არგუმენტებს ორ შაბათს იხილავ და პრობლემა არ არის, მაგრამ თქვენ ახლა ამ შემთხვევაში ძალიან გულ დასაწყებია რომ ესეთი ადამიანის თქვენ გამოდიხართ მე არ ვიცავ და არც თქვენ გიცავთ და არც იმართ მე თქვენს მიმართ პირადად მქონდა განწყობა რომ მართლა ობიექტური იყავით, მაგრამ აი ხა თქვენ ამჟღავნით რომ ობიექტური აბზანდებით და რაღაცაზე სიმართლეზე იძახით რომ ესე არ უნდა იყოს. აი ეს არის ცუდად მოიქცა ის ადამიანი და თქვენს ალბათ ცუდად მოიქცა, ამას უნდა შესაბამისი რეაქცია მოხვდეს. ცუდად მოიქცა ეს სიტყვები და აღშფოთა და შეშფოთი ძალიან კარგია, მაგრამ თქვენ თუ ამაზე არ მოახდენთ რეაგირება სხვა წაახალისებთ ამ ასეთ თანამშრომელს და წახალისება მოხდება. პირველ რიგში თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა. ამას ვაცხადებს საჯარო და პასუხისმგებლობა აკადემიურმა საბჭომ, არა თუ მარტო არჩილ ფრანგიშვილმა რომ თქვენ უნდა აიღოთ ძალიან ხო პასუხისმგებლობა თუ ბატონი არჩილ ფრანგიშვილი ვერ რაღაცებზე თვალს ხუჭავს, თქვენ არ უნდა დახუჭოთ. აკადემიურ საბჭო იმისთვის არის რომ ნებისმიერი უფლება, როდესაც ჩვენ დაგვირღევა და ჩვენ რამე პრობლემა გვაქვს, თქვენ უნდა მოვახდოთ შესაბამისი აუცილებლად მოვახდეთ. მე გეუბნები თუ ეს ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. თქვენ მეუბნებით ალექსანდრე ახლა გიპასუხოთ თქვენ. მივიღებთ ზომებს მივიღებო და ყველაფერი იქნება ისე. მე ესე გავიგე თქვენი ნათქვამი ბატონ თამას. ხო? დაველოდა იქნება ამ კადრებზე, ხო? გვექნება ვნახავთ. ხო, რა თქმა უნდა, ამ დავესაუბრებით იმათთან. მე მოვაწვით ამ კადრებს, გადმოგცემთ ამ კადრებს. ეხლა ჩვენ დღესვე გადაჭამ. ერთი მხრიდან კი ბატონო. ადრე აგერ ზიან, აგერ და დაგვიდასტურები რომ ეს ადამიანი კომენდანტია, აგერ თვითმმართველობის წარმომადგენელი. გისმენთ ბატონო ნიკა, თქვენ რაღაც თქმა გინდოდათ. პირველ რიგში მე მინდა იმ სტუდენტს გამოვეხმაურო, რომელიც იძახს, რომ თურმე ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველაფერი კარგად არის.
როგორ არის თქვენი ყველაფერი კარგად ის ასე ხედავს ის ასე ხედავს მე გეტყვით ეხლა როგორ ხედავ და რა ხდება რეალურად ტექნიკურ უნივერსიტეტში აბსოლუტურად მოშლილია ინფრასტრუქტურა განათლების დონე არის ძალიან დაბალი მე ის პრიორიტეტები არასწორად არის დასახული მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ რომ შარშან 10000 ლარი გამოიყო მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო სამუშაოებზე და 48000 ლარი გამოიყო სადენზიფიქციო სამუშაოებზე 1000 ლარი 100 ლარი იხარჯება შვებულებებზე და აქ 40 მილიონი ლარი დაჯდა ბიბლიოთეკის გაკეთება სადაც წიგნები არ არის ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ეგეთი ბიბლიოთეკა სადაც ლიტერატურა არ არის და სადაც ჩვენი სტუდენტი ინფორმაციას ვერ მიიღებს რაც ეხება ჩვენს გატაცებას. ბატონო ავთო, ჩვენ მოგვიტაცეს რექტორის კაბინეტიდან 4 სტუდენტი, ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები, გაგვიტაცეს და ჩამოყარეს ტყეში, დაგტოვეს ადამიანურ პირობებში, იქიდან მოგვიწია ფეხით ჩამოსვლა და შემდეგ მობილური ტელეფონები გადმოგვეცით თქვენ, ბატონო ავთო, გიორგი კუნდუნაშვილმა და ბორის გითოლენდია. ეს ორი ადამიანი იყო უდის თანამშრომლები. ეს არის ფაქტი და ესენი გამოდიან და ამბობენ რომ ჩვენო პოლიტიზირებული არ ვართ ჩვენო განსხვავებული აზრს არ ვდენთო დიახაც თქვენ ხართ პოლიტიზირებული დიახაც თქვენ დევრით განსხვავებული აზრს დიახაც თქვენ ხართ ყოველგვარი ცუდი მოვლენების მარეგულირებელი ამ უნივერსიტეტში და დიახაც თქვენ უნდა წახვიდეთ სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ თქვენ არ გაქვთ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ლეგიტიმურობა რომ დარჩეთ სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობა რომელიც განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს ცემს რომლებიც იტაცებს და აპრავებს ამ ყველაფერს თქვენ დაგვიბრუნეთ თუ არა თქვენ მობილური ტელეფონები სრულ სიცრუეს ლაპარაკობთ ეს არის ტელემაყურებელმა გადაწყვეტა ეს არის სრული სიცრუე ძნელი ახლა ამის გარკვევები და გამო ჩვენ შეიძლება ჩაიხედოს ეს ერთი წუთით ტენდენციური უნდა იყოს უნდა ლექსო გენეთ დავშვიდით და ესე მომღიმარი სახით არ უნდა ცრუობდეს კი ბატონო დავშვიდით ეს თქვენი აზრია და ის კაცებს რომ არა ეს ძალიან ძნელი დასამტკიცებელია რომ ყველაფერი იცის და ამაზე არ აკეთებს აპელირებას და აპეტიშება აგაზე მტყურო პატივცემულო გულო ესე შეიძლება ბატონ აი ეს ადამიანებს ეს ახალგაზრდებს პირიქით შეულა და აი ესეთ ადამიანებს რომ თქვენ დატუქსოთ მიცეთ შესაბამისი მითითება რომ ესე არ უნდა მოიქცეთ თქვენ ამას არ აკეთებთ ვისაც ეკუთვნის ყველას მოგცემთ მითითებას მაგრამ ჯერ მოусმინოთ პასუხი მოგაწებათ რა უნდა მოусმინოთ ფაქტზე რომელიც რეალურად მოხდა ამ ადამიანს რომ ამას როგორ მეც მომისმენთ მაშინ ტელეფონი დაგვიბრუნა ავტომ თუ შეიძლება უპასუხებ რა თქმა უნდა რა გოვა და უმასხეთ აბა ბორის გითოლენდიამ ტელეფონები დაგვიბრუნეს წარქმეული ტელეფონი რომელიც წინადრე ჩამოგვა უშიშროება დასაგებია უშიშროება დასაგებია ბატონო მიკა პირდაპირ ეთერში ზარია მოვისმინოთ სიტუაციის განსამუხტავო და მე გავაგზავნოთ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ Skype ზარია გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ Skype ზარია არის მის არა უჭერს ჩაგვერთვებიან ალბათ შეთავიდან სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ ხო ბატონ თამას თქვენ კი ბატონო პირველ რიგში მინდა გთხოვოთ რომ თანაბარი დრო დაგვითმოთ 4 ადამიანი რა თქმა უნდა პრობლემა არ არის სტუდენტური თვითმმართველობის კი ბატონო არანაირი პრობლემა არ არის ამიტომ მე ვინიშნავ იმ შენიშვნებს ასე ვთქვათ რაც თვითმმართველობის მიმართ აქვთ როგორც წინა შენიშვნებში გითხარით რომ ის ფაქტი რომ რექტორს თხოვენ თვითმმართველობის და არჩევნების დანიშნას ეს ყოველგვარ ლოგიკას არის და ყოველგვარ კანონმდებლობას არის ასე ვთქვათ მოწყვეტილი თქვენ აღნიშნეთ რომ აი მივყვებთ რიგითობით და აუცილებლად იმ კითხვაზეც გადავა რაც ბოლოს თქვით ერთადერთი კანდიდატი ღებულობდა მონაწილეობას თქვენ ამ შემთხვევაშიც ცრუობთ თქვენ არ გაქვთ ოქმი საბოლოო შემაჯამებელი ოქმი მაინც ნანახი სადაც რამოდენიმე კანდიდატი ოქმი შეგიძლიათ ნახოთ ტექნიკური უნივერსიტეტის საიტზე ჩვენ ნანახი გვაქვს მე ეხლა ამ წუთში აწალეთ საუბარი ერთმანეთს მე ყველა იმ დოკუმენტს რასაც ვსაუბრობ ან და ამის ამადასტურებს მე თქვენ ვერ წარმოგიდგენ აქ არ მოსულა ოქმების არჩევნებად მოგაცავთ დავამთავროთ რა დავამთავროთ თუ შეიძლება მე თქვენ არ გერეოდით როცა თქვენ საუბრობდით გისმენდით და ვინიშნავდი იმ კითხვებს რაც ჩვენს მიმართ გქონდათ ასე რომ თქვენ ამ საკითხში ცდილობთ რომ ერთადერთი კანდიდატი ვღებულობდით მონაწილეობას რაც შეეხება ლექტორების მიერ ყუთების გადატანა გადმოტანას და პაჭკობით ბიულეტინების ჩაყრაში ამაშიც ცდილობთ ასევე
თქვენც რობთ იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს და ჯერეთი ყველა თითოეულ სტუდენტმა იცით და ძალიან ბევრი სტუდენტი დაადასტურებს იმ ფაქტს რომ თქვენთვის თითი არავის არ დაუკარებიათ და არავის არსად არ გაუტაცები ხართ. ეს აუფრინით და ჩაუმფრინით. დავამთავრეთ ჩემს აუზს. მე თქვენ არ გერეოდით როცა საუბრობთ. ჩაინიშნეთ თუ რამე კითხვები გაქვთ და მოგეცემათ პასუხის გაცემის კითხვები გაქვს გიმეორებ აღელვების გარეშე მიუხედავად იმისა რომ ჩვევიათ კამერების წინაშე მაგრამ უბრალოდ არა მე არა ვარ შენ ძალიან კარგი რომ გაბრო მოუწოდოთ ჩემი ბატონო ალექსანდრე მივცეთ საშუალება ბატონმა ავთომ დაამთავროს თავის ნათქვამი მე თქვენ რა თქმა უნდა მოგეცემათ ჩემ დროს გამოვიყენებ ჩაიხედოს ახალგაზრდა პერსპექტიული მე გაგაზრდით პირობას მე თქვენ არ გერეოდით საუბარში კიდევ ერთხელ შეგახსენებ მე ჩემ დროს გამოვიყენებ ჩემი მოსაზრებების და ასე ვთქვათ იმ ბრალდებების საპასუხოდ რასაც მე ვთვლი რომ ხაზგასასმელია და რაშიც ჩემი ოპონენტები ასე ვთქვათ ჩემ პასუხს ელოდებიან თუმცა პასუხზე უფრო ამათვის მნიშვნელოვანია რომ პოლემიკაში შევიდეთ და რაღაც მიუხედავთ იმისა რომ ეს სტუდენტები კამერის წინ სხვა სტუდენტები სხვანაირად არიან და კამერის გარეშე სხვა სტუდენტები არიან ეს როგორ თქვენ ყოველს გულისხმობთ აი ეს სტუდენტებია აი კონკრეტულად ეხლა გულისხმობ ხო მაშინ კონკრეტულად გვარი დავასახელოთ ბოდიში რომ კამერების წინ ბოდიში რომ ჩაგეწერეთ თუ შეიძლება დაიმახსოვრეთ რა შეკითხვა გაქვს ჩაინიშნეთ ჩაგეჭერი იმიტომ რომ მე ნუშნიხები მე ირაკლიც აბსოლუტურად არ გაქვს შენ უფლება ბატონო ირაკლი დააცალე ცოტა ხანდა მაგაზე უპასუხებ მიუხედავად ამისა აღელვების გარეშე მიუხედავად ამისა რომ არავის ამ სტუდენტისთვის არავინ ამ სტუდენტებისთვის თითი არ დაუკარებია და ამის დამადასტურებელად ძალიან ბევრი სტუდენტი გამოვა ტექნიკურ უნივერსიტეტში მიუხედავად ამისა ამ სტუდენტებმა სარჩელით მიმართეს ანუ პროკურატურას და მოითხოვეს ამ ფაქტის გამოძიება და თავადაც დარწმუნებული არიან რომ არანაირი საფუძველი ყოველგვარ საფუძველს არის ეს ასე ვთქვათ სარჩელი მოკლებული და მიუხედავ ანუ ეს კარგად იციან, კარგად აქვთ გაცნობიერებული და სანამ შესაბამისი ორგანოები ამ საქმის განხილვას დაამთავრებენ, მანამდე იწყებენ აქციებს და მანამდე მოითხოვენ იმას, რაც სარჩელით ასე ვთქვათ მოთხოვნილი აქვს. სარჩელით აქვს მოთხოვნილი რამოდენიმე ადამიანის პასუხისმგებაში მიცემას და ძალიან ბევრი რამ რასაც თვითონ ისაუბრებენ მე მინდა კარგი, პირდაპირ ეთერში ზარია, მივიღოთ პირდაპირ ეთერში ზარია და რამოდენიმე კითხვა კიდე მაქვს პასუხის გასაცემი, რომელიც ჩავინიშნე, რომელიც აქვს გავაგზავნეს და თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ? ხო, შენ მისმენთ ბატონო. რა თქმა უნდა, გისმენთ ბატონო. ხო, აი ლექსოსკენ შეატრიალეთ ერთი რომ დაინახოს ხალხმა სახე მისი. ბატონო ლექსო კითხვა მაქვს თქვენთან. გესმით ჩემი? დიახ, ბრძანეთ. ბატონო ლექსო ეს იგი თქვენ იცით ახლა ჭკუის დარიგება სხვისთვის ძალიან ცუდი საქციელია, ხო? თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი და ჭკუის დარიგებას თავიდანებით, ეგერთი. მეორე, სიცრუით დაწყება საქმიანობის ახალგაზრდა კაცისათვის. არ ვარგა, იმიტომ რომ თქვენ როდესაც ეგრეთ წოდებული გაგიტაცეს, თქვენ ფეხით არ ჩამოსულხართ. თუმანი მოგცეთ და გამოგიშვეს, იყო ესე? კი, დიახ. იყო ესე თუ არ იყო? იყო, მე თქვენ მაგის ინფორმაცია გქონიათ, რომ იქიდან 10 ლარი მოგცეთ, დიახ, მე კი. და დაწყნათ საერთოდ. თუ თქვენ რაიმე პრეტენზია გაქვთ მხოლოდ და უშუალოდ. ანუ თქვენ იცით, რომ ჩვენ გაგვიტაცეს? არა, მე ისიც ვიცი, რომ თქვენ თუმანი მოგცეს. და ისიც რომ ყველაფერს ცურობთ. დაწყნათ და მოგცეთ. აჰა, ესე იგი მათივსებულმა ცოდნია, რომ ვიცის გაიგეთ. მომისმინეთ ბოლომდე რა, ბოლომდე მომისმინეთ. გისმენთ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე აი ეგარია, თქვენ გამოაჩინეთ დღეს სახე. მე მაგალითად თანახმაო რომ ჩატარდეს თვითმმართველობის. თუ არ მომისმენ, იქნები მასე გაცილებული. ბატონო ჩემო, თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. არ ერთი წუთით არ გახვიდეთ ეთერიდან, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ბატონო ჩემო, ერთი წუთი. თქვენ მომხრევართ რომ ჩატარდეს არჩევნები. იმიტომ რომ თქვენი სახე შესანიშნავად ჩანს. სიამოვნებით. თუ თქვენ დარწმუნება რომ აგირჩევთ, და აგირჩევს იმ სტუდენტებმა, რომელიც დიდი მადლობა მაგ ბატონო ჩემო, თქვენთან მაქვს შეკითხვა თუ შეიძლება არ გახვიდეთ ეთერიდან. თქვენ გააქვთ ინფორმაცია რომ ეს გადაცემა მოხდა, რახან თქვენ თანხაზე ლაპარაკო? ეს არის ლექციებს, თქვენთვის უკეთესი იქნება. დიდი მადლობა შევისწრეს, კაი ხარ, სპარული. არ გაქვს პასუხი, ცოტა შეიძლება მერტი. კი, ბატონო თამარ, მე თქვენ მოგცემთ ეხლა პირდაპირ საუბრის საშუალებას და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, ადამიანი რომელმაც დარეკა, ეხლა ძალიან არა ესეთი საინტერესო ფაქტი თქვა, რომ თქვენ მოგცეს 10 ლარი, ესე იგი ფაქტი გატაცების ამ ადამიანმა იცის. საინტერესო ეს ადამიანი ვინ არის, იმიტომ რომ ეს არის კრიმინალური დანაშაული, როცა ადამიანებს იტაცებ, ეს სერიოზული დანაშაული, ძალიან სერიოზული დანაშაულია. მე ასე ვთვლი. ამას ფაქტურად პროკურატურა ხო, არ ვკითხე და არანაირად არ მომწევი, ეს ჩემი ისიც. მაგრამ რა შეა საქმე? არ ვიცი ახლა რა უნდა ვიფიქრო. ლექსო ალექსანდრეს ეუბნება რომ
თქვენი სახე დავინახეთო და ამ დროს ადასტურებს ფაქტს, რომ მოხდა გადაცემა. ცოტა უცნაური არის. კი, პროკურატურა ხო იძიებს ამ რა თქმა უნდა. ხო, ამას მე არ ვეხები, რასაც პროკურატურა იძიებს. მაგრამ მე წეგან გამომრჩა იმ ჩამონათვალში, რაც გაკეთდა ამ წლებში ბიბლიოთეკა და ძალიან კარგად აგერ მეგობარი დამეხმარა ამ საქმეში, რომ ჩვენაირი ბიბლიოთეკა არ ამგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს, არ ვიცი, ევროპაში არ არისო. ეხლა კი ბატონო, თუ არის ნამყოფი ბიბლიოთეკაში ეს მეგობარი არ ვიცი, მაგრამ თუ არის ნამყოფი და დასვავდა კითხვას, რამდენი წიგნი გვაქვს, ეთყოდნენ, რომ 4 მილიონი წიგნი გვაქვს წიგნ საცავში და ყველა წიგნის სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია არის იქ და არის დარბაზი ტექნიკური, დარბაზი ჰუმანიტარული, რომელიც დღედაღამს ავსწრებს სტუდენტებს. შაბათსაც მუშაობს ბიბლიოთეკა. და ეს ერთი საუკეთესო შენაძენია ამ წლებში ტექნიკური უნივერსიტეტებში. რაც შეეხება შევიძინეთ? კი ბატონო, რაც შეეხება ხვალ შეიძლება მაგის ყველაფერს სამეცნიერო სამუშაოებისთვის 10000 ლარია გამოყოფილი და სადეზინფექციო სამუშაოებისთვის 58000 ლარი. რომელი ბუღალტერიდან აიღეთ ეს ციფრები? მობრძანდით ხვალ და გაგარკვევთ, რამდენია დახარჯული სამეცნიერო გრანტებში და სამეცნიერო სამუშაოებში. ბატონმა რექტორმა კომიკური პასუხი გაგვცა, რომ თქვენ რომ ვისაუბრეთ გამოდიოდითო და ყვიროდითო იმაზეო ბიუჯეტზეო რა მექნა მე ხელისუფლება ესე მაბარებდნენ და მე რა მექნა და მე რაშუაში ვიყავ და მე ვიძახი მაგასო პრიორიტეტებსო ვიღაცა დაგისახავ და არასწორია თქვენ რექტორი იმიტომ ბრძანდებით რომ უნდა შესაბამისად უნდა განიხილოთ მით უმეტეს აკადემიაში არა კომიკურ პასუხს გაზევთ მე რას ქვი 10000 ლარი არის გამოყოფილი სამეცნიერო სამუშაოებში სადაიღეთ ეს ხო სადავიღეთ მობრძანდი ხვალ და ბატონო სადავიღეთ ძალიან კარგი შეთავაზება არის ხვალე მიდიხართ ბატონო ტიქსაზისთან დაჩვენებთ ელექტრონულ ვერსიას ჩვენი ბატონო მინდა მე სიტყვა ლევან მივცე ბატონ ლევან გისმენთ თქვენ რაღაც მაგინოდათ პირველ რიგში მოგესალმებით ყველას გახლავართ ჯგუფი ახალგაზრდული ჯგუფი სოცკოდექსის წარმომადგენელი რომელიც ბოლომდე დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის გვერდით იდგება ამ აქციებზე აუცილებლად და მინდა ორი სიტყვით გამოეხმაურო ბატონი თამაზის ნათქვამს რომ 21 საუკუნის ლაბორატორიები ბიბლიოთეკაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ან მომხილველი სია ჩამოგვითალა ამ პიროვნებამ პირველ კორპუსში ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არამცდუ გათბობა ამ უნივერსიტეტში ფანჯრები არ არის ხალხო ფანჯრები არ არის ჩამტრო რა გვინდა ბიბლიოთეკა ფანჯრები არ არის გავიყინეთ ესე ვთქვათ პირველ კორპუსში რომელ სართულზე? რომელზეც თქვენ გნებავთ იმ სართულზე მოგბრძანდით ხო? რომელზეც თქვენ იმ სართულზე მოგბრძანდით ყველგან. რა სამშენებლო ფაკულტეტზე მუშაობ სხვადასხვა. კი, მე სატრანსპორტო ფაკულტეტზე ვსწავლობ. მე-7 სართულზე გასაკეთებელია გათბობა. მე-7-ზეც, მე-6-ზეც, მე-5-ზეც. შაშან არ არის ერთი წუთით თუ შეიძლება დავასრულებინეთ, არ არის არც იატაკი, არც კედლები, ეხლა რაღაც პატრა სამუშაოები დაიწყო, მაგრამ გათბობას როდის ვინ და როგორ გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით არავინ ახმას არ იღებს ხალხო გათბობაზე უნდა იყოს საუბარი 21 საუკუნეში რა რექტორის პიროვნებაზეა საუბარი ამ შემთხვევაში აქ რო დარეკეს აქ ეს ნაციონალების ნაცადი ხერხებით არის ეს ყველაფერი ხდება რომ არეკინებენ ეს ხო თავისთავად ცხადია ეს ყველაფერი ყველა რეკავს აბსოლუტურად ყველა რეკავს ამათი პიროვნება ხო ცხადია ეს სახელდაგვარს არც ერთი არ ამბობს რატომღაც ერთ-ერთმა ისიც აღიარა რომ 10 მანეთი ხო მოხცეს შენო ხო სამარცხვინო ფაქტი ხო მაგას იძიებს პროკურატურა და მაგი აუცილებლად ყველაფერი ძალიან ისე კარგად მოხდება და კიდე ერთი მინდა ვთქვა რომელ რექტორის პიროვნებაზეა საუბარი შესანიშნავი პიროვნება შესანიშნავ და კარგ მენეჯერს ნამდვილად არ ნიშნავს და დიდი მენეჯერი ჭირდება და კარგი მენეჯმენტი ჭირდება როდესაც ხარ რექტორი ამაში გეტყვით ეს არის სამარცხვინო ფაქტი როცა პიროვნებაზე ვლაპარაკობ პიროვნება ძალიან კარგია და კარგი თამადა თუა მით უმეტეს ძალიან კარგია ხო მაგრამ არ გჭირდება კარგი თამადა ჩვენ და კარგი პიროვნება კარგი ბატონო ლევან პირდაპირ ეთერში ზარი და გავაგზავნოთ საუბარი გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ არ ხერხდება რატომღაც ჩართვები არა გვაქვს მე მგონი ზარი არა უჩეს ერთ ფრაზას მაგრამ კი ბატონო ამ 4 წლის წინ პირველ კორპუსში საერთოდ არ იყო გათბობა არისო გათბობა არ ვიცი როგორ რა დასამალია და აი ეს მესამე წელია რაც სამშენებლო ფაკულტეტზე ფაქტურად დამთავრდა გათბობა გაზეთ გათბობა
სატრანსპორტო ფაკულტეტზე წელს არის ეს გათვალისწინებული, რამდენადაც მე ვიცი, იმიტომ რომ ტენდერი გამოცხადდა ამასთან დაკავშირებით. გასაგები. მე ნამდვილად ვეთანხმები, რომ შაშან იყო ცუდი მდგომარეობა. შეიძინეს ელექტრორადიატორები შეიძინეს, ის შეიტანეს აუდიტორიებში, სამწუხაროდ ძალიან მალე გამოვიდა მწყობრიდან ის ელექტრორადიატორები ძალიან მალე გამოვიდა მწყობრიდან. წელს კეთდება გაზის გათვალისწინება. კარგით, ძალიან კარგით. ზარია პირდაპირ ეთერში მივიღოთ და გავაგზავნოთ საუბარი. კი ბატონო. გისმენთ ბატონო ჩემო. პირდაპირ კი ბატონო. პირდაპირ ეთერში ხართ, იცაუბრეთ. გამარჯობათ მიესალმები მსმენელს, მიესალმები ტელემაყურებელს, მე მაინტერესებს თითქმის უმრავლესობა მითის რომ გპ-ის ადმინისტრაციული შენობიდან მოიტაცეს სტუდენტები და რას თქვენი განცხადება იმის შესახებ რომ არ იცოდით და ეს ყველაფერი არ მომხდარა, თემი უსაფუძვლოა და ეს არის პირველ რიგში არასწორი მიდგომა სტუდენტებისა და ბატონო ჩემო, მე გეთანხმებით იმაში რომ ბევრი ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ თქვენ პირადად იცით ეს ამბავი შეესწარით ამ სიტუაციას თუ გადმოცემით იცით? მე შევეცარი, ოდესაც ვიკუყურებდი, როგორც ჩასხეს 4 სტუდენტი და ძალიან კარგი, მაშინ მე მოგიწოდეთ რომ მიბრძანდეთ თქვენ პროკურატურაში და ეს განაცხადოთ იქ როგორც მოწმე და დაიკითხებით როგორც მოწმე. თუ ასე გული შეგთქვათ, ესე უნდა გააკეთოთ, თქვენი მოქალაქეობრივი ვალია ეს, მე ესე ვფიქრობ. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოგვარდება, ეს ყველაფერი. არა, მოგვარდება თუ თქვენ მიყოლ და თუ თქვენნაირი ხალხი, რომელმაც ეს თავის თვალით ნახა მივა და იქ გააკეთებს ჩვენებას მიცემს. ისე როგორ მოხდება ეს? ისე ვერ მოხდება ეს. ჩვენ გულში ვილაპარაკოთ რომ ეს მოხდა იყო და ესე არ მოხდა, ესე არ შეიძლება. ძალიან კარგი, მადლობა თქვენი ზარისთვის. Skype-ით არის პირდაპირ ჩართვა, მოусმინოთ Skype-ს. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? Skype-ი დღეს რაღაც გვიჭირს. მაშინ სატელეფონო ზარია, ხო, რამდენადაც ვიცი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობათ პირველად. მოგესალმებით. ბატონ კობაიძეს ვორდები მექნება ასეთი კითხვა ეს კი ბატონო. ითხოვს როგორც ის ბატონი არჩილის გადადგომას და თვითმმართველობის არა ბატონი არჩილის გადადგომას არ ითხოვენ თვითმმართველობის არჩევნებს რიგგარეშეს ხოლო თუ იმ შემთხვევაში ეს არჩევნები არ ჩატარდება მაშინ ითხოვენ უკვე რექტორის გადარჩევას ამ შემთხვევაში არის ეს მე მინდა ვთქვა რომ ანუ ნახე მათი პლაკატი თუ რა უწოდო არ ვიცი და სხვანაირი ინფორმაცია იყო თუმცა ამ შრობა აქვს ზოგადად როგორც მე შევნიშნე უჭირს ამ ხალხს ჩამოყალიბება ერთ აზრზე და სხვადასხვა რაღაცებს ამბობენ ხოლმე ერთი ეს მინდა უთხრა რომ ეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და ძალიან არ მსიამოვნებს როცა ჩემი სახელით საუბრობს ბატონი კობაიძე როცა ის ამბობს რომ სტუდენტები ამას ფიქრობენ და ჩვენ სტუდენტების სახელით გამოვდივარო ეს არ არის სწორი მე რამდენადაც ვიცი და რასაც ვხედავ მის გვერდით არ არის სტუდენტ არ დგას სტუდენტები არიან ძალიან ცოტანი აი არ ვიცი როგორ ვწეროთ ცოტანი თუ ბევრი ჩვენ უმცირესობასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში და უმრავლესობასაც გავლოდოთ უნდა გავუწიოთ მაგრამ არ უნდა ვთქვათ რომ სტუდენტებისგანან მის გვერდით მე არ სიამოვნებს და ჩემი სახელით საუბრობს ის თქვენი სახელით შეიძლება რომ თქვა დააფიქსიროთ და ხარ თუ არა თვითმმართველობის წევრი ეგეც დააფიქსიროთ მე თვითმმართველობის წევრი არ გახლავართ ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და თქვენი სახელი და გვარი რომ აი საზოგადოებამ კიდევ ერთი კითხვა მექნება სახელი და გვარი ხომ შეგიძლიათ რომ თქვა რატომ არ ამბობთ ამ სახელი და გვარი ბატონ ლექსოსთან მექნება ერთი კითხვა და შეიძლება რომ იპასუხოს საერთოდ იცის როგორ ტარდება თვითმმართველობის არჩევნები კარგი შეკითხვა მადლობთ უბრალოდ აი ტრაგედია მართლაც რომ სამწუხარო ფაქტია რომ აი ესეთი ადამიანები რეკავენ არასახელებენ სახელგვარს და შემდეგ სტუდენტების სახელით საუბრობენ. სახელი და დასახელება ამ შემთხვევაში პრიორიტეტი. არა, პრიორიტეტები რატომ არის იცით პატივისცემული წამყვანი რომ ჩვენ დავრწმუნეთ საზოგადოება რომ ეს ადამიანი არ არის ვინმე აზრს არ გამოხატავს და ეს ადამიანები არ აშკარად ნამდვილად არ გამოხატავენ საზოგადოებისას ვინმე რადგან ესენი ცდილობენ თავისი სახელი და გვარი დამალონ. იმიტომ რომ შესაბამისად ჩვენ რო გადავამოწმოთ ან რაღაცა ეს ადამიანები არ აღმოჩნდებიან ისინი როგორც ნამდვილად ობიექტური ადამიანები. ეს ამ ადამიანს რაც შეეხება და რაც შეეხება ეხა პატივცემულებს აგერ ძალიან შეხმატკმულებულად სიმბოლურია შეხმატკმულებულად სხედან მე აგერ დიდი პატივისცემით თქვენს მიმართ იმიტომ რომ დღეს პირველად გნახეთ და
არ ვიცოდი თუ ამ გაუგებრობაში იყავით და იმედი მაქვს რომ აი ხა საზოგადოებრივ მოგიწოდებთ რომ იმ სიბოროტესთან და იმ სიბინძურესთან არ დადგებით და დროზე გაიმიჯდებით იმ დღესდღეობით როგორც არიან ადმინისტრაციის აკადემიური საბჭოს პატივცემული წარმომადგენელი და აგერ თვითმმართველობის პრეზიდენტი ამ უბედურობას გაიმიჯდებით და სტუდენტების ნამდვილად დადგებით ჯანსაღი სტუდენტების გვერდით. მე მაგის იმედი მაქვს და რაც შეეხება ბატონ ადეიშვილს და პატივცემულს, მე იმის იმედიც მაქვს, რომ თქვენ მით უმეტეს თქვენ დადგებით ნამდვილად სტუდენტების გვერდით და თქვენ არც ისეთი სტუდენტი არ გსურთ, თქვენ რა თქვით, თქვენ იმას იძახით, რომ თქვენ ხელს აფარებთ ჩვენ გატაცებაში ვის მონაწილეობდა მე თქვი ხელს ვაბარებს ხო? თქვენ თქვით რომ არ მოხდა რექტორის კაბინეტიდან არ მოხდა. რექტორის კაბინეტიდან არ მოხდა. აბა საიდან მოხდა? მე არ ვთქვი. არ ვიცი, საიდან მოხდა? პროკურატურა გაარკვევს. პროკურატურა გაარკვევს, უბრალოდ ცირცხვილია რა. აი რატომ შეიძლება? მე მოგიწოდეთ რომ ესე იგი ისეთ რამეს არ ვიტყვი, რაც მე სიცხვილად შემოგვიყვება. რექტორის კაბინეტიდან მოგიტანე. რექტორის კაბინეტიდან წაგვიყვანეს თუ არა ძალადობით. ბატონ ზურო. თქვენ რექტორის კაბინეტიდან არ გიყვანეთ და წაგვიყვანეთ. წაგვიყვანეს თუ არა ბორის გითოლეთიას ოთახში და მე იქიდან მოხდა თუ არა ჩვენ იგივე გადაადგილება უკანონოდ. რექტორის კაბინეტიდან მე ვიცი რომ რექტორის ხო და მაშინ ესე საიდან მოხდა ესეც იცით ხო? არა, ეგ რა თქმა უნდა. აბა მე ვიცი. იქიდან არ დაუყვანი ხარ და საერთოდ წაიყვანეს თუ არა. ბატონო ალექსანდრო, ძალიან ადვილია ყველაფერი. ამას გამოიკლევს ახალგაზრდა თაობა. ამას გამოიკლევს პროკურატურა. მაგალითად აძლევს როგორ უნდა მოიტყოს ადამიანს. არა, მე თქვენ ამას ვიცნობს იცის რომ მეტყულის აი ხა საერთოდ ჩვენ საუბრობთ ახლა მე გეუბნებით რექტორის კაბინეტიდან არ წაუყვანი ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიცი საიდან წაგიყვანეს თუ წაგიყვანეს უკვე ინფორმირებული ხართ ჩვენ როგორ წაგვიყვანეთ მაშინ მეუნებით რომ არა მაგრამ თუ მართლა წაგიყვანეს პირველი მე ვიქნები თქვენ ხარეს კი ბატონო ამაზე მშვენიერი პასუხი არაფერია კი ბატონო ეხლა მომისმინეთ ერთი წუთი დამჭა სულ დამჭა 5 წუთი მე ეხლა აუცილებლად უნდა გავაკეთო შეჯამება გადაცემის მაგრამ აქამდე უნდა მივცე თვითმმართველობის თავმჯდომარე პრეზიდენტს სიტყვა გისმენთ ბატონო ჩემო ძალიან კარგი ჩვენი დრო გამოგვეყენებინა უფრო მეტად იმ საკითხებს დიახ იმ საკითხების განხილვაზე რაც უფრო დაუშვათ თქვენ წამოვაყენთ ეხლა და არა აი გულისხმობ იმას რომ დიდი დრო დავკარგეთ ჩვენ ამ გატაცება მოტაცების საქმეზე რომელიც პროკურატურა იძიებს ამ საქმეს და უახლოეს მომავალში ყველა და მე თქვენგან ასე ვთქვათ დაპირება მინდა მივიღო რომ აი გამოძიების საბოლოო შედეგების შემდეგ ჩვენ კიდევ შევიკრიბებით და კიდევ ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით გარდა იმისა რომ წინასწარ მე არაფერ განცხადებას არ ვაკეთებ რომ ეს როგორ იქნება გამოძი მიუხედავად იმისა რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო მე მინდა რომ გთხოვოთ რომ აი ყველა იმ ბრალდებას რასაც ჩვენ გვიყენებთ საფუძველი დაუდეთ რომ სტუდენტებმა რაღაცით დაგიჯეროთ რაღაცაში მართალი ხართ რა აი რაც შეეხება აი არ შეიძლება რომ არ შევიხო სტუდენტების ჩაგვრა და ასე ვთქვათ შემოსულ ზარებში რომელიც ბატონი არჩილის ან თვითმმართველობის მიმართ დადებითი პოზიციით გამოდიოდა მაინც და მაინც ჩვენი მომხრე არის და მაინც და მაინც სახელი და გვარი რომც დაესახელებინა იმას არ ნიშნავს რომ ის ადამიანი ან დაუშვათ სიმართლეს ამბობდა ან სისწრეს ამბობდა არ სურს და არ დაასახელებს როგორც ჩვენი უფლებაა რომ აქცია გამართო ისეა იმის უფლება რომ არ დაასახელოს მე არ ვიცი არავის კიდევ ერთხელ რა შეიძლება ორი სიტყვა თუ შეიძლება უნდა დავამთავროთ იმიტომ რომ 4 ადამიანია ჩვენი ოპონენტი რამოდენიმე წუთი სტუდენტების ჩაგვრასთან დაკავშირებით რაც შეეხება არასოდეს ტექნიკურ უნივერსიტეტში არც ერთ სტუდენტს თმის ღერი არ ჩამოვარდნია და ამას სტუდენტური თვითმმართველობა მკაცრად აკონტროლებდა ლექსო არტოლეს ემოციური განცხადება ამამთავრებდა ერთი წუთი ვინც ეცით ერთმანეთს საშუალება ისაუბროთ თქვენ გაქვთ პროკურატურაში საქმე შეტანი ან შენ არენდობი პროკურატურა ვიცი მაგრამ შენ პოლიტიკოსი არ ხარ კიდევ ერთხელ მე არ მაქვს ამბიცია რომ პოლიტიკოსი ვიყო და იმ სტატუსიდან რაც გაქვს და კიდევ ერთხელ გეუბნებით არიდობა დაგუყავს ბატონო ალექსანდრე ერთი წუთი და მე მომისმინეთ აქ წამყვანი მე ვარ და თქვენ არა რა ძალიან გთხოვთ რა ადამიანს როცა ლაპარაკობს მეც საშუალო თუ გინდათ თქვენც მოგეცეთ საშუალო თქვენ ახლა ის დრო დახარჯეთ რაც უნდა გელაპარაკათ და მე ძალიან წყიც სულ 2 წუთი ღარი დარჩენილია გადაცემის დამთავრებამდე მე უნდა ეს გადაცემა დავამთავრო რამენაირად თუ გავტიჟავენ ეთერიდან და მე რამდენიც გინდათ ვისაუბროთ აი ახლა გაძლევთ 1 წუთს მეტი აღარ დაგჭირ თუ შეიძლება დავასრულებ ჩემი დრო გამოიყენო ბატონ კობაიძემ და მე როგორ მოვიქცეთ 4 კაცია მოწვეული და ჩვენგან არის 2 ადამიანი მოწვეული აქედან გამომდინარე დავასრულებ ჩემას დავასრულებ ჩემს ბატონ თამას მივცემ სიტყვას და რაც შეეხება არა ბატონ წუთით ბატონ თამას მივცემ სიტყვას რომ 1 წუთიანი რეზუმე გააკეთოს დღევანდელი იმის რაც ფიქრობდა როგორ მოიქცევა რექტორატი და მე დავავიტყვი რაც სათქმელი არის იმას გისმენთ ბატონო საერთოდ ძალიან სამწუხაროა ის რაც აქ ხდება ხო იმიტომ რომ ახალგაზრდებს
კომუნიკაციის უამრავი საშუალება აქვს რომ ერთმანეთთან დაჯდნენ და ისაუბრონ და მოილაპარაკონ. წესდება ალბათ რაღაცა გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს ადრე ჩატარების თუ გვიან ჩატარების თუ ეს მე არ ვიცი და ჩემი საქმე არც არის. აკადემიური საბჭო აბსოლუტურად არ ერეოდა და არ ჩაერევა სტუდენტური სიტყვასწორების არჩევნებს. კატეგორიულად არ ჩაერევა. და დანარჩენი ამათი გადასაწყვეტია თვითონ. ყველანი ჩვენი სტუდენტები არიან, ისინიც და ესენიც. კანონის მუხს და პუნქტს მიგითითეთ სადაც პირდაპირ წერია რომ თვითმმართველობის არჩევნებში ანუ ადმინისტრაციას უფლება არ აქვს ჩაერიოს რაც შეიძლება თქვენ ისაუბრეთ რომ ამას კაფეებში და ბარებში ეს ადამიანები კამერის წინაშე არიან ესეთი აჟიტირებული და ასე ვთქვათ ვერ იყარიან ემოციას და კაფეებში ჩვენი რა დადიან და მეგობრული განწყობა მხოლოდ ერთი სიტყვა და არაერთხელ გაუწოდეთ ამ ადამიანებს მეგობრობის ხელი და ჩვენ დღესაც უწოდეთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრ სრულ ინფორმაციას აქვს გადაცემა დამთავრდა გადაცემა დადასტურება რო აღარ თქვენად ლაპარაკობ აღარ ახართ მე თქვენ გესაუბრებთ მიუხედავად იმისა რა მნიშვნელობა კეთეში ვარ მეგობრებო გადაცემას დავთავრებთ აღარ დავჭა დრო თქვენად საუბრობენ ჩემი მეგობრები მათ მიეცემათ საშუალება კიდევ რო ისაუბრონ კარგად ბრძანდებოდეთ